ფიქრიათ, რატომ ვერ სწავლობენ ბავშვები პრობლემების გადაჭრას მაშინაც კი, როცა ამისთვის ყველანაირი ტექნოლოგია აქვთ. მასწავლებლებს ხშირად გონია, რომ თუ ბავშვებს რობოტს ან პროგრამირების პლატფორმას მივცემთ, ისინი ავტომატურად ისწავლიან ფიქრს, დაგეგმვას და შემოქმედებით მიდგომას. მაგრამ კვლევარებმა შენიშნეს ერთი საინტერესო რამ. ბავშვები ხშირად უბრალოდ ტესტავენ შემთხვევით კოდებს, სანამ რაიმე არ გამოუვათ. ეს უფრო გავს თამაშს, ვიდრე აზროვნებას. სწორედ ამაზე დაფიქრდნენ შვეიცარიელი მკვლევარები. როგორ დავიღოთ პროგრამირების გაკვეთილი ისე, რომ ბავშვი არ დარჩეს შთაშეცდომის ციკლში, არამედ რეალურად განივითაროს ანალიტიკური შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნება. კვლევის მიზანი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ, იყო ისეთი სასწავლო ჩარჩოს, იგივე ფრეიმვორკის შექმნა, რომელიც დაეხმარებოდა მასწავლებლებს რობოტიკის გაკვეთილების დაგეგმვაში და ფასილიტაციაში. ისე რომ ბავშვებს მიიღოთ არა მხოლოდ ტექნიკური უნარები, არამედ განევითარებინათ აზროვნებაც. კვლევარებმა ხაზგასმით თქვეს, რომ თუ სწავლის პროცესს არ დავგეგმავთ და ბავშვებს მივუშვებთ, ის სწავლობს მხოლოდ მოქმედებას და არა მსჯელობას. ეს კი ნიშნავს, რომ პროგრამირება და რობოტიკა კარგად თავის საგანმანათლებლო ღირებულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა SSPS მოდელი, რომელიც აერთიანებს ასპექტებს, როგორებიცაა გამოთვლითი აზროვნება და კრეატიული პრობლემების გადაჭრა. SSPS-ი გვასწავლის, რომ რობოტიკის გაკვეთილი მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა ბავშვი ფიქრსა და პროგრამირებას ხედავს როგორც პრობლემის გადაჭრის პროცესს. სწავლების ეს მოდელი აგებულია 5 ძირითად ფაზაზე. პირველი, გააცნობიერი პრობლემა, რა არის ამოცანის არსი და მიზანი. მეორე, გამოიკვლიე იდეები, ანუ რა გზებით შეიძლება მიზნის მიღწევა. მესამე, დაგეგმე და შექმნე შენი მოდელი. მეოთხე, დააპროგრამე და გამოწვევე, ანუ როგორ ვაქციო იდეა უკვე სამუშაო კოდად. და მეხუთე, შეაფასე შედეგი. რა მიმუშავა, რატომ და როგორ შეიძლება ამის გაუმჯობესება. ეს არის შემოქმედებითი აზროვნების ციკლი, სადაც პროგრამირება მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია და არა მიზანი. კვლევარებმა ამ მოდელის ეფექტურობა შეამოწმეს შვეიცარიის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 9-10 წლის 29 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ უნდა დაეპროგრამირებინათ რობოტის ნიმიუ, ისე რომ დაეფარა სრული მინდორი, მაგრამ არ შეჯახებოდა კედელს. შეიქმნა ორი ჯგუფი. საკონტროლო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა ჩვეულებრივად, ბავშვს შეეძლო ნებისმიერ დროს კოდის წერა და ტესტირება და საექსპერიმენტო ჯგუფი, სადაც სწავლა SSPS მოდელის პრინციპით მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ფიქრი და იდეების განხილვა იყო საჭირო, შემდეგ ეტაპზე კოდის წერა, მაგრამ არა ტესტირება და მხოლოდ ბოლოს შეიძლებოდა შედეგის გამოცდა. მთელი პროცესი ჩაიწერა ვიდეოზე. შემდეგ ორი დამოუკიდებელი დამკვირვებელი აანალიზებდა ჩანაწერებს, რათა დაეთვალათ, რამდენ დროს ხარჯავდნენ ბავშვები ფიქრზე, კოდის წერასა და შეფასებაზე. ეს მონაცემები გახდა რაოდენობრივი საფუძველი შედეგების შესაფასებლად. კვლევამ აჩვენა, რომ საკონტროლო ჯგუფში ბავშვები სწრაფად გადავიდნენ კოდირებაზე, ისინი ფიქრობდნენ მხოლოდ მაშინ, როცა უშვებდნენ შეცდომას. აი ეს იყო კლასიკური შთაშეცდომის ციკლი, რომელიც ტექნიკურად შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ აზროვნების განვითარებას ხელს არ უწყობს. სატესტო ჯგუფში კი, სადაც გაკვეთილი ფაზებად იყო დაგეგმილი და მასწავლებელი ფასილიტატორის როლში იყო, ბავშვები ბევრად მეტ დროს ხარჯავდნენ პრობლემის გააზრებაზე, მსჯელობას და გადაწყვეტილების ლოგიკაზე. მათი მიდგომა გახდა უფრო გააზრებული, შემოქმედებითი და კოლაბორაციული. კვლევარებმა დაასვენეს, სწავლის პროცესის სტრუქტურირება ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ აზრობრივადაც. ეს ექსპერიმენტი გვაჩვენებს, რომ განათლებაში მთავარი არაა მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა, მთავარია როგორ მართავთ მას. პროგრამირება შეიძლება იქცეს აზროვნების შესასწავლს საშუალება, თუ მასწავლებელი გეგმავს სწავლის პროცესს, ხელს უწყობს ფიქრს და არაა ფოკუსირებული სწრაფ შედეგებზე. SSPS მოდელი გვახსენებს, რომ როცა ბავშვები სწავლობენ პროგრამირებას, ისინი რეალურად სწავლობენ ფიქრის ორგანიზებას, პრობლემის გააზრებას და შემოქმედებით ხედვას. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ თუ სწავლის პროცესს სწორად დავგეგმავთ, პროგრამირება აღარ არის უბრალოდ ტექნიკური აქტივობა, ის ხდება გზა ფიქრის, შემოქმედების და თანამშრომლობისაკენ.